მე ყოველთვის მახსოვს რომ რაღაც იყო პრობლემა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ სტიხარში ვიყავი, არც იყავი ხელდასხმული და ოჯახური პრობლემა იყო და სასწრაფოდ ჭირდებოდა თანხა რაღაც. როც მე არ ქონდა. და მე პატიარს თხოვე რომ ეს მე ხვალ ჟეგეს თანხა და მივიტანო, მე არა მაქვს. მეხმარეთ მეთქი და იქ რაღაცა ხელფასი მქონდა მე საპატრიარქოში და მე იქიდან მეთქი მე დამიკავეთ და მე დავაბრუნებ. პატრიარქი არ დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა რომ ეს თანხა მოიტანე. მაშინ ეს დიდი თანხა იყო. და რო გადმოცა მე უთხრა უწევს რომ მე დავაბრუნებ ამას. არა. ესე მარტივად არა. ვინც მოვა შენთან გაჭირებული და იმას დაეხმარები, მაშინ დაიწყებ გადახდა სამ ვალისა. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. და მე მივხვდი რომ პატრიარქმა მითხრა ისწავლე მოწყალება. იმიტომ რომ ერთი მოწყალია და თუ შენ თვითობრად არ მიემსგავსე უფალს, ხაში როგორ იქნები შენ უფალთან? შენ უფალი გინდა, უნდა ემსგავსო მაგ. და ეს გაკვეთილი ჩამოიტანა პატრიარქმა. ცხადია მის თანხა არც დაუბრუნებ პატრიარქს არც ხსენები, აღარც აქვს პირიქით მე კიდევ არაერთხელ მიწყალობა რაღაც სრულიად მოულოდნელად იყო, რომ აი მე გამიკვირდა რატო, რისთვის. მაგრამ მე ერთი ხო არ ვიყავი, რამდენს სწავლობდა პატრიარქი და დღესაც კიდე რამდენს მოუთმინა, რამდენს შეუნდო. და სანაცვლოდ რას გულობს იმ ჯილდოს რაც ქრისტიანი იყო, ჯვარი. იმ ადამიანებისგან ჯვარი, ვისაც სიკეთე გაუკეთა.